მოგესალმებით. მინდა დღევანდელი გადაცემა წინა გადაცემის შეჯამებით დავიწყოთ. მე გთხოვეთ, რომ მოგეწერათ, რომელია თქვენთვის უფრო გასაგები და მისაღები გმირი, ავთანდილი თუ ტარიელი. როგორც ველოდით, უმრავლესობამ ავთანდილი აირჩია, მაგრამ ზოგიერთმა აირჩია ტარიელი, არც თუ ძალიან ცოტამ. ერთი პასუხი განსაკუთრებით ჩამრჩა გულში. პირველადო ავთანდილი მომივიდა თავში აზრად, მაგრამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ ტარიელისკენ გადავიხარეო. დიდი მადლობა ამ კომენტარის ავტორს. თითქმის დარწმუნებული ვარ, ტარიელისკენ გადახრა სულ უფრო მეტად გახშირდება, თუ ერთად გავყვებით ვეფხისტყაოსნის მხატვრულ სამყაროს. დღეს მინდა რომ წინა გადაცემაში ჩემ მიერვე დასმულ კითხვას ვუპასუხო. რა ხდება ინდოეთში, რომელსაც განვითარების სწორი გეზი, როგორც თავიდანვე ჩანს, დაკარგული აქვს. ვეფხისტყაოსანში ამბის თხრობა იმ ათვლის წერტილიდან იწყება, როცა ინდოეთი 7 სამეფოსგან შედგება, 6 სამეფოს მეფეს ქვია ფარსადანი, მე-7 სამეფოს მეფეს ქვია სარიდანი. სწორედ სარიდანის შვილია ტარიელი, ანუ წარმომავლობით არის ინდოეთის უფლისწული, რაც ნიშნავს, რომ დაბადებით ღვთისგან ხელდასხმული მეფეა. აქ მცირე გადახვევა გვექნება. ისრაელის ერის პირველი მეფეებიდან მოყოლებული ღვთივკურთხეული მეფე ეს არის მედიუმი ღმერთსა და ხალხს შორის. ის არსებობს იმისთვის, რომ ხალხს ამცნოს ღვთაებრივი ნება და რაც თავარია სამყაროს ის ნაწილი, რომელიც მას ექვემდებარება, ღვთაებრივ წესრიგთან მუდმივ თანხმობაში აცხოვროს. ახლა დაუბრუნდეთ სარიდანს, ინდოეთის მე-7 სამეფოს მეფეს. როგორც ტარიელი ამბობს, მამამისი მებრძოლთა მზარავი მტრის შემმუსრველი მეფე იყო, რომელსაც საწყეს ვერავინ ვერაფერს კადრებდა. მამამისის ცხოვრების წესს ტარიელი ასე აღწერს: ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი. ოჯახური ლეგენდის თანახმად, სარიდანს ხალვა ან უზრუნველი ცხოვრება მობეზრდა, კაეშანი გაუმრავლდა და დარდის განსაკარებლად გადაწყვიტა მეფე ფარსადანისთვის თავისი ყოველმხრივ აწყობილ გამართული სამეფო გადაებარებინა. თვითონ კი, როგორც ქვეშევრდომს, თავი მის წინაშე გამოეჩინა და ერთგულად ნამსახურები კაცის სახელი დაეტოვებინა. ინდოეთის მეფე ფარსადანმა ეს რომ გაიგო, პირველ რიგში ღმერთს მადლობა უთხრა, შემდეგ კი სარიდანს შეუთვალა: რა კიღა ჩემსავით ინდოეთის მეფე ხარ და მაინც ასე გადაწყვიტე, რომ შენი სამეფო დანარჩენ ინდოეთს შემოუერთო, მოდი და მიგიღებ, პატივს გცემ როგორც საკუთარ ძმას და შვილსო. ფარსადანმა სარიდანს ამირბარობა უბოძა, რაც ნიშნავდა, რომ სარიდანი ფლოტის სარდალიც გახდა და ჯარების მთავარსარდალიც. ფარსადანი ამით ამაყობდა, ამბობდა, რომ აბა ჩემნაირი ამირბარი სხვას ვის ყავსო. შესაძლოა ამ ფრაზაში მკითხველმა შოთა რუსთაველის ირონია დაინახოს, რადგან ეს ამბავი, რომ სიკეთე მოყირჭებულმა და მოწყენილმა მეფემ თავის მეფობა ამირბარობაში გაცვალა, გახდა შემდეგ ინდოეთში დატრიალებული ყველა უბედურების ერთ-ერთი საწყისი წერტილი. რა კი ინდოეთის დიდ მეფეს ფარსადან შვილი არ ყავდა, შეიძლებოდა დაკვირვებულ მკითხველს ეფიქრა, რომ ალბათ სარიდანმა სინამდვილეში ქვეყნის გაერთიანებით თავის შვილს არა პატარა სამეფოს, არამედ მთელი ინდოეთის მეფობა მოუმზადაო, მაგრამ ასეთ ფიქრს საფუძველი ძალიან სწრაფად ეცლება, იმიტომ რომ ტარიელი იქვე ამბობს: ვაკრულია დღემცა იგი მე მივეცი ამირბარსა. ესე იგი, ტარიელი იმის შემდეგ დაბადებულა, რაც მამამისმა მეფობა ნებაყოფლობით დათმო. თუმცა, როგორც კი ტარიელი დაიბადა, ინდოეთის დიდმა მეფემ ფარსადანმა გადაწყვიტა, რომ რა კი ჩემივე, ანუ სამეფო გვარის არის, შვილად გავზრდიო. შვილად გაზრდა კი ნიშნავდა მეფედ გაზრდას, რაც იყო კიდეც ტარიელის სამეფო წარმომავლობის შესაბამისი გადაწყვეტილება. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ტარიელმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო არა მეფობა, რაც ეკუთვნოდა, არამედ ამირბარობა, ინდოეთის ამირბარობა. ამ ვრცელი და ბუნდოვანი ეპიზოდის შესახებ არილში გამოქვეყნებულ წერილში ზურაბ კიკნაძე წერს და ახლა ციტატას წაგიკითხავთ. ტარიელის მონათხრობიდან არ ჩანს, რომ სარიდანის გადაწყვეტილება სუვერენობის მსხვერპლად გაღება. რაღაც უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად მოხდა, ვიდრე მეფობა.
თუ მომხდარა რომ თავად მამა შევრდომოდეს სხვა მამას როგორც შვილი და საკუთარი მამობის დათმობით თავისი შვილისთვის მამობა წაერთმიოს, რის უფლებაც მას არ ჰქონდა, როგორ ჩამოქვეითდა მამა შვილად, ანუ პატრონი ყმად. აქ ციტატა მთავრდება. რას გულისხმობს ზურაბ კიკნაძე, როცა წერს, რომ ტარიელის მამას სარიდას არ ჰქონდა იმის უფლება, რაც ჩაიდინა. იმას გულისხმობს, რომ მამისამ გადაწყვეტილების გამო მეფე-ჩობილი ტარიელი კარგავს სამეფო ტახტსა და გვირგვინს. მეფობის კანონიერ უფლებას შვილს ჯერ საკუთარი მამა ართვევს, შემდეგ კი მამობილი მისი გამზრდელი ფარსადანი. როგორც წინა გადაცემაში ვთქვი, ფარსადანი იმგვარად არის წარდგენილი პოემაში, რომ ხაზგასმულია მისი ინტერესი ამ ქვეყნიური ღირებულებების მიმართ, მეტი და მეტი ძალაუფლების მიმართ, მეტი და მეტი სიმდიდრის მოხვეჭის მიმართ. ყველა უბედურება, რაც პოემაში ხდება, ინდოეთის მეფის მომხვეჭელი ბუნების ნაყოფია და ამას ეხავე ვნახავთ. ფარსადანს არ სურს არც საკუთარი ქალიშვილის და არც ტარიელის გამეფება, თუმცა შვენივრად ხვდება, რომ ნესტას და ტარიელს ერთმანეთი უყვართ. ბოლოს გარისხებული აღიარებს კიდეც. მეფე ბრძანებს, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან, მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლი, ველთა მოუღრიან, რა ნახიან ერთმანეთი, არ შეხედვა, ვერ დათმიან. იცის, რომ ერთმანეთი უყვართ მის ღვიძლ შვილს და მეშვილობელს, ესე იგი მეფის ასულს და მეფის ვაჟს, მაგრამ არა, მაინც უნდა სხვა ქვეყნის უფლისწული მოიყვანოს სიძეთ და ნესტანი როგორც ხორცშესხმული ტახტი და გვირგვინი მას გადააბაროს და მით უმეტეს საერთოდ არ წუხს იმის გამო, რომ მეფე-ჩობილი ტარიელიც მას უცხო უფლისწულს უნდა დაუქვემდებაროს. მეფემ ამ ბრძანა ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგცემს შვილსა საჩვენოდ მისებრი არ რომელია. ფარსადანის მეუღლე, რომლის სახელიც პოემაში არ წერია, რადგან უბრალოდ ქმრის აჩრდილია, იმეორებს. დედოფალმა თქვა, ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათ სამცა შვილსა სასიძოთ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი. რატომ შეარჩია სასიძოთ მაინც და მაინც ხვარაზმის მეფის შვილი ფარსადანმა? დეფხისტყაოსანი ამ კითხვას ირიბად პასუხობს. ჯერ კიდევ ამის დასაწყისში, როდესაც ტარიელმა ინდოეთის ჯარი ხატაეთის დასალაშქრად მოიწვია, მას როგორც ამირბარს აღლუმზე თვალი მოსტაცა მოლაშქრეთა აღკაზმულობამ, ტაიჭთა სიმარდემ და აბჯართა ხვარაზმულობამ. ხვარაზმული აბჯარი ვეფხისტყაოსანში ამბის დასასრულსაც ხვდება, როცა აფთანდილი 80,000 არაბ მებრძოლს დარაზმავს ინდოეთის გასათავისუფლებლად. შეყარნა სპანი არაბეთს აღარახან საზმულია კაცი 80,000 ყველაი დაკაზმულია, კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. ცხადია, ხვარაზმის მეფის ძე, აბა სხვა ვინ მოუტანს ინდოეთს იმდენ ძალაუფლებას, რამდენსაც ხვარაზმელ მეფესთან დამოყრება. რა დროს ღვთაებრივ კანონებზე და სიყვარულზე ფიქრია, როცა არსებობს ქვეყანა, რომელშიც მაშინდელ მსოფლიოში საუკეთესო აბჯარი მზადდება. თუ სურვილი გაგიჩნდებათ მეტი გაიგოთ ვეფხისტყაოსანში აღწერილი ინდოეთის მართვის სისტემასა და პრიორიტეტებზე, გირჩევთ წაიკითხოთ რეზო გეთიაშვილის წერილი დემოკრატია და ტოტალიტარიზმი ვეფხისტყაოსანში. ამ წერილის ბმულს გადაცემის აღწერაში იპოვით. მე კი გეტყვით, რომ ინდოეთში ძალაუფლებაზე და ზოგადად ფლობაზე აშკარა ორიენტაციის გარდა კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი არსებობს, რომელიც აი ამ წარჩინებულ ქვეყანაში დამანგრეველი საწყისის შემოჭრას მიანიშნებს. ეს არის მეფე ფარსადანის ღვიძლი დავარი. ალბათ ბევრს ახსოვს ვეფხისტყაოსნის ცნობილი საზეპირო. დავარ იყო დამეფისაქრივი ქაჯეც გათხოვილი. როგორ მოხდა, რომ სამყაროს მანათობელი ქვეყნის სიბრძნის სამშობლოს ინდოეთის მეფის და შესაბამისად თავადაც მეფის ასული, მეფის შვილი, ქაჯეთში სამყაროს ყველაზე მივარდნილ საშიშ და ბნელ ქვეყანაში გათხოვდა. ასეთი ამბავი მითოპოეტურ სამყაროში შემთხვევით არ ხდება, როცა ნათელი და ბნელი ერთმანეთს ერწყმის. მაგრამ დავარი მხოლოდ ქაჯეთს გათხოვილი და შემდეგ დაქვრივებული ქალი არ არის. მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი. რა სიბრძნე უნდა ესწავლებინა ქაჯეთის ცხოვრებას ნაზიარებ დავარს მეფის ერთადერთი მემკვიდრისთვის ნესტანისთვის. როდესაც ტარიელი სასიძოს
ხვარაზმშაჰის შვილს მოკლავს, ფარსადანი მაშინვე მიხვდება, საიდან შეიძლება მოსულიყო ეს მოულოდნელი უბედურება. რა თქმა უნდა, საკუთარი ქალიშვილისგან, ხოლო მის ქალიშვილს ვინ წააქეზებდა ასეთი საშინელი ნაბიჯის გადასადგმელად? ცხადია, გამზრდელი მამი და დავარი. ამიტომ ამბობს განრისხებული მეფე. აწთავმან ჩემ მას მოვკლავ ჩემად დად ვინც ამადესა, მე ღმრთისა ვუთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა. როგორ გავს ფარსადანის აქციელს, რომ ღმერთის შესახებ ცოდნა მისი შვილისთვის, მაინც და მაინც ქაჯეთიდან დაბრუნებულ დავარს უნდა გადაეცა. როდესაც წლების შემდეგ ტარიელი ამ ამბავს გამოქვაბულში ავთანდილს უამბობს, თვითონაც ამჟღავნებს საკუთარ დამოკიდებულებას დავარის მიმართ. ამბობს, რომ აიო, ვინც მეფის ეს მუქარა მოისმინაო, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის. ასე მოურიდებლად უწოდებს ტარიელი ნესტანის მამიდანს ქაჯსა და გრძნეულს, რომელსაც სინამდვილეში მკვლელობასთან არაფერი არ აკავშირებს. უსამართლოდ შერისხული დავარი ჯერ ლანძღვით აიკლებს თავის გაზრდილ ნესტანს, შემდეგ ცემით დაალურჯებს და ბოლოს საიდანღაც ორ ქაჯ მონას გამოიძახებს. მან უთხრა, წადით დაკარგეთ მუნ, სადაც ზღვისა ჭიპია, წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე ვერცა ლიპია. ესე იგი, დავარი ქაჯ მონებს ნესტანს გაატანს ზღვის ჭიფში, ფაქტობრივად ქვესკნელის კარიბჭეში, რათა მან ვეღარასდროს ვეღარ იხილოს წმიდა წყალი, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ ხმელეთზე მოიპოვება. თავის მხრივ დამდგარი წყალი, ზღვა იქნება თუ ოკეანე, მითოპოეტურ სააზროვნო სისტემაში არის ხორცშესხმული ქაოსი და უბრალოდ ურჩხულების საბინადრო. რაც შეეხება ჭიპს, ეს სიტყვა დავარის დავალებაში შემთხვევით არ გაჩენილა. ჭიპი ყოველთვის ცენტრის აღნიშნულია და საკრალიზაციის უმაღლესი ხარისხი გამოირჩევა, ხშირად არის ტაბუირებული, მრავალგვარი აკრძალვის ობიექტია, მაგრამ ჭიპი როგორც ცენტრი თავის ძალას აჩენს მხოლოდ მოწესრიგებულ სივრცეში და ზღვა არის, როგორც გითხარით, ხორცშესხმული ქაოსი და მასში არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს მეტად და ნაკლებად ქაოსური სივრცე, მაგრამ მაინც ზღვის ჭიპი ნესტანი უკაცრავად დავარის დავალებაში ქაოსის გულის გულს ნიშნავს, სადაც მან თავისი გაზრდილი ძმისშვილი გადაკარგა სამუდამოდ. დავარის დავალების შესასრულებლად გამოძახებული ქაჯების ეს სიხარულის ყიჟინა, იპი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ჩამესმის მათი ხმა, არის ქაოსის ენა და ამიტომ გაუგებარია ვეფხისტყაოსნის მკითხველისთვის. წლების შემდეგ ამ შეძახილს ვერც ტარიელი იხსენებს გულგრილად და ამბობს, რომ არ ვიციო ეს რომ გავიგეო ცოცხალი როგორ გადავრჩიო. დავარი კი როგორც ჭეშმარიტი ქაჯი ნესტანის დასჯას ღვთის ნებით ამართლებს და მანამდეც ამბობს, ღმერთმა იცის მე არაფერი დამიშავებიაო. ღმერთს ორჯერ კი ზედიზედ ახსენებს, მაგრამ ნესტანის გაწირვის შემდეგ უყოყმანოდ ბედავს თავის მოკვლას და ვეფხისტყაოსნის ერთადერთ პერსონაჟად რჩება, რომელიც თავს იკლავს. შოთა რუსთაველი არც ნიჭს და არც ქართული ენის შესაძლებლობებს არ იშურებს ამ ეპიზოდს, ამ მომენტის აღსაწერად. დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლ მდინარდა. აი, სწორედ ამ დასანგრევად გამზადებული სამყაროს მკვიდრია ტარიელი, ამ ქვეყნის ტახტის მემკვიდრია, ხვარაზმის უფლისწულის მკვლელია, მაგრამ ის თვითონ ეწირება ინდოეთში შემოჭროფლობის ინსტინქტებს, მამების შეცდომებს, ღვთისნების არად ჩაგდებას. ტარიელმა ნესტანთან ერთად უნდა დაიბრუნოს სამეფო ტახტი და გვირგვინი, უნდა დაიბრუნოს მამობის უფლება. ინდოეთს უნდა დაუბრუნოს უზენაესი ღირებულებების სულიერება, ჰარმონია, თავისი სამშობლოდან უნდა გააძევოს აი ეს ქაოსის ძალები და უნდა აღადგინოს კოსმოსი. ეს არის ტარიელის როგორც ინდოეთის პატრონის უეჭველი ფუნქცია. ჩვენ ბევრჯერ დაუბრუნდებით იმ საკითხს, თუ რა გზა და როგორ უნდა გაიარონ ვეფხისტყაოსნის გმირება იმისთვის, რომ ტარიელი და ნესტანი ინდოეთს დაუბრუნდნენ, ესე იგი სამყაროში უზენაესი წესრიგი დაბრუნდეს. ცხადია, იმაზეც ვილაპარაკებთ, ჩვენ რას ვსწავლობთ გმირებთან ერთად ამ გზაზე სიარულით ახალს საქართველოსა და ჩვენი საკუთარი თავის შესახებ. დღესაც გადაცემას ტრადიციული თხოვნით დავასრულებ. გამოიწერეთ ჩვენი არხის ღარბი მედია და აქვე გადაცემის კომენტარების ველში მომწერეთ. რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ მეფეს სიკეთე მოსწყინდეს და ამის გამო
თავის სამეფოს დამოუკიდებლობა დააკარგვინოს. ეგზისტენციური სევდა ხომ არ მოეძალა სარიდანს, როგორ ხსნით თქვენ მის უცნაურ გადაწყვეტილებას? დავეოდები თქვენს მოსაზრებებს. მე კი ვეფხისტყაოსნის შესახებ პოდკასტით ზუსტად 2 კვირის შემდეგ 8 იანვარს დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.